აერიათ და ჩვენც ვეღარ ვეწევით უკვე იმ სიახლეებს, რომლებიც ამ სფეროში ხდება. ხან ინგლისურის ტრენინგებს გადიან მასწავლებლები, ხან კომპიუტერს სწავლობენ, ხან სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას თხოვენ, ხან არ ვიცი, ტრენინგების გარდა სხვადასხვა უამრავ ღონისძიებაში უწევთ მონაწილეობა და აი ახლა უკვე ახალი რეფორმაც დაანონსდა, რომ მასწავლებლებს კრედიტების სისტემას შეუწყვეტენ. ზოგადად თუ დავაკვირდებით, რამდენიმე წლის განმავლობაში, ბოლო რამდენიმე წელია, ბევრი რეფორმა ხორციელდება მასწავლებლებისთვის და თითოეული ახალი რეფორმა იწყება იმ მინისტრისგან, რომელიც უწყებას იბარებდა ხოლმე. ამჟამად ეს ახალი რეფორმაც განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დაანონსა. ანუ ერთი შეხედვით ამ რეფორმაში ცუდი არაფერია. მასწავლებლებს უფრო მეტი დრო ექნებათ, რომ იურთვიერთონ საკლასო ოთახში მოსწავლეებთან და ანუ მეტ დროს დაუთმობენ ბავშვებს, მეტ დროს დაუთმობენ და თუმცა აი წინა მინისტრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ამ საკითხთან მიმართებაში, მათი აზრით მასწავლებლებს უნდა დაეტოვებინათ საკლასო ოთახი და ჩართულიყვნენ ამ ანუ სხვა სივრცეში უნდა გასულიყვნენ. ხო, დაენაცვლებინათ. მე მგონი დაიბნენ ეს ადამიანები საბოლოოდ და ვერ გაიგეს. ჩვენს დავიბენით და დრო არო სტუმართან ერთად განვიხილოთ ეს თემა, ეს ახალი რეფორმა. ჩვენი სტუმარია განათლების საკითხების კვლევარი სიმონ ჯანაშია. მოგესალმებით ბატონ სიმონ. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. მადლობა რომ მოგწანდით. მოდით ჩვენც და მაყურებელსაც რომ აუხსნათ, რას ნიშნავს ეს კრედიტების სისტემა. რა იყო, ხო? რა იყო და ხდება როგორც ჩვენ მივხვდით, ხო? ყველა მასწავლებლს ევალებოდა რომ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაცები ეკეთებინა, რისთვისაც ისინი მიიღებდნენ კრედიტებს და რაღაც რაოდენობის კრედიტებს თუ დააგროვებდნენ, ისინი გადადიოდნენ 4 საფეხურიან სისტემაში ზევით, ასე ვთქვათ. და ყველა ზევით ერთი ნაბიჯით გადასვლა გულისხმობდა ხელფასის მომატებას მათთვის და გარკვეული სტატუსის მინიჭებასაც და ასე ფუნქციების მინიჭებასაც, რომ მაგალითად სულ ბოლო საფეხურზე უკვე მასწავლებლებს შეეძლოთ ყოფილიყო სხვების მენტორები, ანუ სხვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს იყო მასწავლებელი და ასე შემდეგ. დაახლოებით სუმოს გამახსენდა, სუმო ის დიყვავდა წინა გადაცემაში სტუმრად და დაახლოებით იქაც ესეთ საფეხურები იყო გასავლელი. ხო, ანუ საერთოდ აქვს სპორტთან, იმიტომ რომ ასეთ პრინციპს ეძახიან ხოლმე თამაშის ელემენტების შეტანას კარიერულ განვითარებაში. ანუ ითვლებოდა რომ ეს სისტემა მასწავლებლებს წაახალისებდა, რომ მათ მაგალითად მონდომებოდათ რომ მეტი წაიკითხონ, მეტი ტრენინგი გაიარონ, მეტი საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარონ, მეტად დაესწრონ ერთმანეთის გაკვეთილებს, მეტი რეფლექსიები დაწერონ, მეტ კონფერენციაზე გამოვიდნენ და ასე შემდეგ და ეს სისტემა თეორიულად ამას წაახალისებდა, იმიტომ რომ ამაში მასწავლებლები იღებდნენ რაღაც ქულებს, ანუ ახლა რაც ჩამოთვალეთ ეს ყველაფერი უნდა ეკეთებინათ, ხო, რომ შემდგომ ჩაფიქრებული, ხო. ეს იყო ჩაფიქრებული, ხო. ახლა პრობლემა იყო რატო გაუქმდა და რატო შემოიღეს ეს სისტემა. ერთი შემოიღეს იმიტომ რომ იმედი ჰქონდათ რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი რომელიც პასიური იყო ცოტა სწავლობდა თვითგანვითარებას ცოტას მუშაობდა ისინი გააქტიურდებოდნენ მოტივაცია რომ ყოფილა მეორე პრობლემა იყო ის რომ მასწავლებლების ძალიან დიდი რაოდენობაა საქართველოში რომელიც ელოდება იმას რომ ექნება უკეთესი ხელფასი და სახელმწიფოს ეს შესაძლებლობა არ აქვს რომ ყველას მოუმატოს ხელფასი და გამოიგონოს სისტემა რომლის მიხედვითაც თუ ხელფასი ექნებოდა მასწავლებლებს დაბალი ეს მისი ბრალი იქნებოდა და არა სახელმწიფოს ანუ ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც მასწავლებელი ითხოვდა ასეთ სქემის სისტემაში რომ მას ჰქონდა მაღალი ხელფასი სახელმწიფო ეუბნებოდა რომ შენ ხო დაგიწესით რაღაც პირობები აი ეს დააკმაყოფილე და გექნება არანაირი პრობლემა არ არის აი ვინც დააკმაყოფილებს და რთული იყო ამ პირობების დააკმაყოფილება ყველა მასწავლებლისთვის არ იყო რთული რაღაც საფეხურის შემდეგ ანუ პირველი საფეხური იყო რთული იმიტომ რომ გამოსდა იყო ანუ გამოსდა ჩაბარება გაუჭირდა ბევრს მაგრამ ზევით უფრო და უფრო მარტივდებოდა მაგრამ სახელმწიფო ეს მარტივდებოდა ეს თქვა თეორიულად ანუ ტრენინგზე გასვლა და იქ რაღაცა სერტიფიკატის მიღება მარტივი ანუ სულ არაფერი არ აკეთო იმ ტრენინგზე და თქვა რაღაცა ორი სიტყვა თქვა ჯგუფურ სამუშაოს დროს მაინც მიიღებს იმ სერტიფიკატს მაგრამ რა რაოდენობის ტრენინგის გავლა შეგეძლო წელიწადში აი ეს შეზღუდვა სახელმწიფომ იმიტომ რომ ისე არ გამოსულიყო რომ ძალიან ბევრი მასწავლებელი გადავიდოდა ერთი საფეხურიდან მეორეზე რაც ავტომატურად გამოიწვევდა იმას რომ სახელმწიფოს დაჭირდებოდა ყოველ წელს მეტი და მეტი ფული იმისთვის რომ ხელფასი მოემატებინა და ეს ფული არ აქვს ან არ უნდა რომ გამოყოს ან უნდა რომ სხვა პრიორიტეტებზე დახარჯოს და სწორედ ამიტომ ხელოვნურად ზღუდავდა რაოდენობებს, რამდენი მასწავლებელი გადავიდოდა ერთი საფეხურიდან მეორეზე, მაგრამ მასწავლებლებს ეუბნებოდა რომ
თქვენ ოღონდ დააკმაყოფილეთ ეს და პრობლემა თქვენ იმუშავეთ საკუთარ თავზე და ჩვენ დაგიკმაყოფილებთ თქვენ მოთხოვნებს. იყო თუ არა ეს დაკრეტების სისტემა იმის საფუძველი, რომ თქვათ მასწავლებლებს უფრო მეტი ეფიქრათ თავის კრედიტების მოგროვებაზე, ვიდრე უშუალოდ სწავლის პროცესზე ან ბავშვებისთვის რაღაც ახალის მოფიქრებაზე და მოკლედ კარგ მასწავლებლებაზე, რაც რეალურად რუტინად გადაიქცა, რომ ანუ ეხლა რატომ არ მუშაობთ თქვენ უკვე ამაზე? რეფორმა თუ შემოიტანეს, ესე იგი მასწავლებლების ნაწილისთვის ის მიზნები, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული არა იმ ფინანსთა სამინისტროს, არამედ განათლების სამინისტროს, რომელიც ფიქრობდა, რომ მასწავლებლები ესეთი ახალისებით მეც ისწავლდნენ. ამათი მიზნები არ ემთხვეოდა. ანუ მასწავლებლების მიზნები ხში უმეტესად იყო, რომ ხელფასი მომატებოდათ და ბიუროკრატების მიზნები იყო ის, რომ მასწავლებლებს უფრო მეტი წაეკითხათ, ესწავლათ, შეეცვალათ მეთოდები და სხვა. როცა ეს ორი მიზანი არ ემთხვევა, მაშინ მასწავლებლებისთვის ეს სისტემა ხდება ფორმალობა. მაგალითად, რო გეუბნებიან, რომ დაფიქრდი შენ პრაქტიკაზე დაწერე, რას ფიქრობ შენ პრაქტიკაზე, რა გასაუმჯობესებელი და მე ეს გამოაგზავნე და ჩვენ ჩაგითვლით, რომ შენ აი დაიწყე ფიქრი, იმასწავლებლისთვის ეს არის ფუჭი დროის ხარჯვა, რომელიც შეუძლია ძალიან მარტივად გადალახოს და მაგალითად მასწავლებლების ნაწილმა დაიწყო ერთმანეთისგან გადაწერა. ან დაიწყეს ყიდვა, ანუ გამოჩნდა ხალხი, რომელსაც თქვა, რომ აი მოდი ათლარად დაგიწერ მე რა პრობლემაა რეფლექსია. როგორც ხდებოდა ხო? ეს მარტივ რაღაცებზე 10 ლარი თორე მე იყო კვლევა ჩასწარებელი მაგალითად თუ კვლევას თუ ზედა საფეხურზე გინდა გადასვლაც კვლევას უნდა ჩაგეტარებინა და კვლევაზე უფრო ძვირი რაღაცა. ხო, ანუ სამი კაცი შევიკრიბეთ და ესეთ წერილები მინახავს მე თვითონ რომ აი ხომ არ დაგვიწერდით 200 ლარად სამ კაცს და 4 ესეთი წერილები. ჩემ სტუდენტებს წერენ ხოლმე, იმიტომ რომ მათ აქ ნასწავლია ეს კვლევა და მე ანუ იციან მასწავლებლებმა ანუ ეს ყოფილი სტუდენტები არიან, რომლებიც ახლა განათლების სისტემაში მუშაობენ და არ უწერენ ისინი. ანუ ფულისთვის მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში ჩემ სტუდენტს უნივერსიტეტის დაეწერა, იმიტომ რომ მათ არ ჯერათ, რომ ესეც რაღაც შეიძლება შეხვიდე. ძალიან არაეთიკურია ეს ყველაფერი. მაგრამ მასწავლებლებს რაღაც ჯგუფმა იპოვა ასეთი გზა, რომ ასე მიიღწიათ იმ სასულიერო ხელფასს. ანუ გაჩნდა მოთხოვნა და გაჩნდება აუცილებლად მიწოდებას, რომ ვიღაცა ანუ კარგია რომ გაუქმდა ეს კრედიტების სისტემა. კარგია, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ. მაგრამ მოტივაციას როგორ ვაუმჯობესებთ ამ შემთხვევაში? ხო, ეს პრობლემა დარჩა. ანუ ერთი რომ ვისაც ნაკლები აქვს მოტივაცია, მას როგორ ნაუმავლოთ, ვისაც განვითარება უნდა, როგორ უნდა დავეხმაროთ, ანუ ვისაც აქვს მოტივაცია და პლუს ხელფასები როგორ უნდა გაიზარდოს. ხო, ანუ ეს სამი კითხვა რჩება. ამაზე პასუხები თქვეს ნაწილობრივ, თქვეს რომ ეხა ამ რაღაცა კურსების დაგროვების ნაცვლად იქნება გამოცდები და თითქოს აი თქვენთან იყო ზუსტად ერიკა შუგიძე ის ამბობდა რომ აი გამოცდების ჩაბარება შეიძლება უკვე პირდაპირ მეოთხე დონის ჩააბარო და არა ჯერ პირველი მე მეორე მე მესამე და ასე შემდეგ. და თითქოს ეს უკეთესი უნდა იყოს. მაგრამ თავისთავად ამ სისტემაში არის სერიოზული პრობლემა, როცა სტატუსებს ვანიჭებთ მასწავლებლებს, იმიტომ რომ შეიძლება სახელმწიფო ვიღაც მიანიჭოს კარგი ეს ძალიან საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი და რეალურად, ანუ იმან გამოსდათ ჩააბაროს. მაგრამ რეალურად პრაქტიკაში ეს არ იყოს საუკეთესო მასწავლებელი. აი ზუსტად აი ამის კითხვა მინდოდა, ანუ მე შეიძლება ვიყო მცოდნე, გამოცდა ბრწყინვალედ ჩავაბარო, მაგრამ ორი პრობლემა. პირველი რომ შეიძლება ვარ მცოდნე, მაგრამ საერთოდ არ მაქვს გადმოცემის უნარი და მეორე შესაძლებელია მე ეს თეორიულად ყველაფერი ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში საერთოდ არ გამოვიყენო, ანუ მარტო ცოდნა ხო არ არის მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი აქტივობები, ასევე მისი ვთქვათ ღირებულებები და პრინციპები როგორია და ასე შემდეგ. აი ამას შეიძლება პასუხი მოუძებნო, შეიძლება თქვა რომ გამოცდა იქნება ისეთი როგორც არის მაგალითად რაღაცა კლინიკებში, როცა გამოცდიან ექიმებს, როცა ინსცენირება ხდება სიტუაციის და შენ უნდა გაჩვენოს სიტუაციურ ამოცანას როგორ ჭრის. თავისი მოქმედებით და არა ქაღალზე იცის თუ არ იცის და ასე შემდეგ. ეგ სხვა პრობლემაა, მაგრამ თავისთავად ის რომ სახელმწიფო არქმევს ვიღაცას, თქვა რა ვიცი რომ არის ეს ყველაზე კომპეტენტური მასწავლებელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაც იგივე მასწავლებას დაარქმევდა ყველაზე კომპეტენტურს, იმიტომ რომ ცალკე საკითხია ის უღირს თუ არა მასწავლებას, საერთოდ ეს დრო დახარჯოს ამ სტატუსის მოსაპოვებლად. ამ სისტემაში ერთ-ერთი პრობლემა ესეც იყო, რომ საუკეთესო მასწავლებლებს შემოსავალი აქვს სხვა წყაროებიდან, მაგალითად რეპეტიტორებისგან და საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფო მას რა სტატუსს მიანიჭებს, იმიტომ რომ მის რეპეტიტორობაზე ეს არ მოქმედებს. ანუ კი ზოგიერთ სკოლაში, მაგალითად სოფლის სკოლებში რეპეტიტორობაზე შეიძლება მოქმედებდეს რაღაცა ფორმალური სტატუსის, რომ აი მე ვარ რაღაცა წამყვანი ან მენტორი და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად მშობელმა იცის სხვა მშობლებისგან, რომ ეს მასწავლებელი კარგად ამზადებს, თქვათ, მისაღები გამოცდებისთვის. და ამიტომ მიყავს იქ და ის ფული, რასაც ეს ადამიანი გამოიმუშავებს, ამ დროში გაცილებით აღემატება იმ ფულს, რასაც პირდება სახელმწიფო, რომ დაუმატებს იმ შემთხვევაში, რომ მოემზადება თვითონ გამოცდისთვის. სხვას კი არ მოამზადებს, ან თვითონ უნდა მოემზადოს კიდე რაღაც გამოცდისთვის, ჩააბაროს და სხვა. და ეს სტატუსები თავისთავად არასწორია, იმიტომ რომ ბევრ ამას არ ითვალისწინებს. მაგალითად,
შეიძლება იყოს უცებ აღმოჩნდეს, რომ სრულიად ახალი მასწავლებელი დამწყები, თქვა რაღაცა, ვისაც არც ერთი წელი სტაჟი არ აქვს, ის უფრო კარგად აბარებს რაღაცა ყველაზე რთულ გამოცდას, ვიდრე ის მასწავლებელი, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს და კარგად ასწავლის მართლაც. ხო და ეხლა ეს სკოლისთვის ვერ იქნება საზომი, თქვა ვინ უნდა ჩაითვალოს საუკეთესო მასწავლებელი. აი აქ შემოდის კიდევ ერთი პრობლემა, ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია ახალი პედაგოგების, ახალგაზრდა პედაგოგების დამატება და ამ შემთხვევაში რა ეშველებათ უკვე ასაკოვან გამოცდილ პედაგოგებს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ესეც ხო დიდი პრობლემაა ახლა ამ ადამიანებს უცბად ერთი ხელის მოსმით, ვერ ადგების და ვერ გაუშვებთ ხო სკოლებიდან. თქვენ კი არა ვერავინ ვერ უშვებს მათ სკოლიდან, იმიტომ რომ ყველა უთხრილდება თავის საარჩევნო ხმებს, ანუ ვერც ერთ სამინისტრო ვერ ახერხებს, ამიტომ ვერც ერთი მინისტრი ვერ ახერხებს, უკვე 28 წელია. იმას რომ აუცილებლად იმას რომ თუ კი ასაკოვანია პედაგოგი, აუცილებლად ცუდია, ხო? არა, უბრალოდ გრუნვა თუ არ არის ჯანსაღი, ანუ აქ არ იგულისხმება მარტო ასაკოვანი პედაგოგი, ზოგადად სისტემაში უნდა იყოს დაახლოებით 5%-იანი ბრუნვა, ხო? ახლა რომ წარმოვიდგინეთ 5% რამდენია, ხო? ჩვენთან თუ წარმოვიდგინეთ რომ არის 60,000 მასწავლებელი, 5% გამოდის სადღაც 3,000 მასწავლებელი წელიწადში. რაც ძალიან რთული მოსაძებნია. ანუ კარგი 9,000 მასწავლებელი არ არის დამალული სადღაც ეში, სადღაც არ გამოვარდება მაშინვე როცა ადგილი გათავისუფლდება, მაგრამ თუ ადგილები არ გაჩნდა, მაშინ არც არავის არ უნდა რომ წავიდეს უნივერსიტეტში და ისწავლოს მასწავლებლის პროფესიაზე, იმიტომ რომ იცის რომ 4 წლის მერე ვერ დასაქმდება, იმიტომ რომ სისტემა ის სქემა კრედიტების იყო შენარჩუნებაზე ორიენტირებული. ანუ ის საშუალებას იძლეოდა რომ ადამიანი სამუდამოდ დარჩენილიყო ამ სისტემაში. აი სამუდამოში რა იგულისხმება, მანამ სანამ თვითონ ადამიანი შეძლებს რომ იმუშაოს? თუ საპენსიო. არა, საპენსიო არა. ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომელიც თან პენსიაზე არიან გასულები და თან სკოლაში ასწავლენ. სახელმწიფო სკოლებს გულისხმობთ? ანუ საჯაროზე ვრცელდება, როგორც ვიცი, ეს პროექტების ვრცელდებოდა. არა, კერძოებზეც ვრცელდებოდა, კერძოს ჰქონდა არჩევანი, ოღონდ თავისი გაეკეთებინა. ოღონდ მხოლოდ მე მგონი 5-მა გააკეთა, 5-მა კერძო სკოლამ. იმიტომ სკოლების უმეტესობას ერჩივნა, რომ დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს მოთხოვნები, ვიდრე თვითონ რაღაცა ახალი შეექმნა უსაფრთხოებისთვის, რომ თქვა მე ავტორიზაციის გავლის დროს და რაღაც ახალგაზრდები რამდენად ხშირად ირჩევენ საერთოდ ამ პროფესიას. მე მაქვს ახლა ჩემს ბავშვობაში ხშირად ამბობდნენ ხოლმე ბავშვები, რომ აი მე უნდა გამოვიდე მასწავლებელი, რომ გავიზრდები, მაგრამ ახლა არავინ ნაშემხვედრი ახალ თაობაში, ვისაც უნდა მასწავლებლო. ძალიან იშვიათია და რაღაც მიმართულებებზე განსაკუთრებით, აი მაგალითად საბუნებისმეტყველო და მათემატიკის მიმართულებაზე ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც სწავლობს მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე. ანუ ეს არის ათეულობით ადამიანი, ანუ ჩვენ მშვიდობა 1000-ობით ადამიანი და ესენი არიან ათეულობით. ეხლა ერთ-ერთი ცვლილება, რაც გააკეთეს და რაც უკეთესია, პრინციპში კარგი ნაბიჯია, არის ისიც, რომ აქამდე იყო ძალიან ხისტი ბარიერები, ვის შეუძლია შევიდეს სკოლაში. ანუ ჯერ უნდა დაგეკმაყოფილებინა რაღაც საგანმანათლებლო მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შესულიყავი სკოლაში. ეხლა არის შესაძლებლობა, აი მაგალითად ჯერ პედაგოგიური პროგრამა უნდა გააგებო, აი თქვა დაამთავრე ბაკალავრიატში მათემატიკა და მერე გაიარე ერთი წელი კიდე პედაგოგიკის რაღაც 60 კრედიტიან პროგრამაზე და მერე შედიხარ სკოლაში, ოღონდ შუაში კიდე გამოცდა, რომელიც უნდა დააკმაყოფილო. ან ძალიან რთული იყო, ან გაცილებით უფრო რთული არის სკოლაში შესვლა სამუშაოდ, ვიდრე მასწავლებლად, ვიდრე დირექტორად. ანუ დირექტორი უფრო მარტივად ხდება. არა და მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაამთავრებული სტუდენტები, ანუ ბაკალავრიატს აქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, რომ ბევრად კარგი შემოსავლის მქონე სამსახური იშოვოს ქვეყანაში, რადგან ძალიან მოთხოვნადია ეს მიმართულებები, ვიდრე წავიდეს და იმუშაოს არ ვიცი. აღარ უძის რა იმ დროის დახარჯვა, რომ მიიღოს მაგისტრის, ანუ ბაკალავრი ვერ იმუშაობს. რა მოტივაცია? დაწყებითების სიტუაციაც უაზრობა, ანუ დაწყებითის მასწავლებელი 5 წელი უნდა სწავლობდეს იმისთვის, რომ უფლება მიიღოს საერთოდ, რომ მერე შევიდეს სკოლაში. და დირექტორი რო გახდე 4 წელიც საკმარისია. ხო და ან მაგალითად სამინისტროს თანამშრომელი რო გახდე 4 წელიც საკმარისია და კი გასაგებია რა იყო ჩადებული აქ, რომ რაც უფრო მეტი კომპეტენცია ექნება ადამიანს, უკეთესია, მაგრამ ეს პრობლემა ჩდება, ხო, რომ მოტივაცია გაუჩინო ახალგაზრდებს, რომ შემოვიდნენ სისტემაში, რაც შეიძლება საუკეთესოები შემოიყვანოთ ამ სისტემაში და რაც შეიძლება დიდხანს დატოვო მე ეს საუკეთესოები. ნუ კიდევ ძალზე პრობლემაა, რომ შემოდიან სისტემაში, მერე მაინც დიდი სურვილი არ აქვს დარჩენის, იმიტომ რომ ისეთი ვითარება ხდება იქ, რომ არა იმ თვალსაზრისით მხოლოდ რომ ინფრასტრუქტურა მაინც ასიამოვნო არ არის, სამუშაო ადგილი არ აქვს ადამიანს იქ რაღაც. ანუ სხვა ჩვეულებრივ სამსახურში შეიძლება გაგხვდეს კონდიციონერი, აი ძალიან მარტივი ისე თქვა ივნისში სკოლაში ჯდომა სადაც კონდიციონერი არ არის, ძალიან რთულია და კიდე 5 გაკვეთილი ზედიზედ ჩატარება და ამ ძალისხმევის დახარჯვა და ასე შემდეგ. და
მარტო ეს პრობლემა არ არის. მეორე პრობლემა არის, ძალიან ბევრი რეგულაცია აქვს. ანუ მასწავლებელი რეალურად ეხა ასრულებს ხვის დავალებებს და თვითონ დიდი გასახანი არ აქვს. რა უნდა გააკეთოს და ეს სქემა იყო დავალებების ერთი ნაწილი, მაგრამ არის სხვა ნაწილიც, რაც ასევე გასამარტივებელია, მაგალითად რა ნაწარმოებს რამდენი ხნის განმავლობაში ასწავლის, რამდენი საკონტროლოს ატარებს, რამდენი საწერ დავალებას აძლევს, როგორ აფასებს და ასე შემდეგ, ყველაფერი არის რეგლამენტირებული. ანუ არის რაღაც სივრცეები, რომელიც უნდა გამოიყენოს და ეს ძალიან ცოტა ისეთი ადამიანისთვის, ვისაც შემოქმედებითობა უნდა. და მესამე პრობლემა ეს არის, რომ ახალგაზრდა ადამიანი რომ მიდის სკოლაში, ის მიდის ახალი იდეებით და მას უნდა რომ რაღაცა შეცვალოს სკოლაში და იქ ხდება სიტუაცია, სადაც მას ეუბნებიან ინტრიგანი თუ არ ხარ, რატომ აკეთებ კარგ რაღაცებს, ან ჩვენ რაც უდები გინდა რომ გამოჩნდეთ, ან რა გინდა. და ამას ხელშეწყობა არ აქვს სახელმწიფოსგან, რომ ადამიანმა რაღაც ინოვაცია შეიტანოს. და ამასაც შესვლა სჭირდება, იმიტომ რომ ჩემი სტუდენტები სწორედ რაღაც ესეთი იდეებით მიდიოდნენ სკოლაში და მე რამდენიმე წლის მერე რო ხდებოდა იმედგაცრუებულები მეუბნებოდნენ რომ აი მე აღარ მინდა საჯარო სკოლაში მუშაობა, იმიტომ რომ იქ რაღაცა მასწავლებლები მეუბნებიან რომ ჩვენთან ესე არ კეთდება საქმე, ჩვენ და კეთდება სხვანაირად. ჩამოყარეთ ახლა ყურები, მე მგონი, მაგრამ არ არის გამოსავალი რამე რომ არა, მე როგორ ვფიქრობ, იცი, ანუ ყველა ministri ახალი იდეით მოდის სამინისტროში, რომ რაღაც რეფორმა მოახდინოს. ეს ხო უარყოფითად ხო, ანუ სულ მუდმივი სტრესის ქვეშ არიან მასწავლებლები, რომ აი ახალი ministri, ახალი რეგულაციები, ეხა იმაზე უნდა გადავეწყოთ, ამაზე, ანუ ესეც ხო მოქმედებს ადამიანზე. კი, ესე ამბობენ ხოლმე, მაგრამ ჩემი დაკვირვებით მასწავლებლები ძალიან ცინიკურად უყურებენ ამ ცვლილებებს. ანუ მე მინახავს მასწავლებლების და ministrების შეხვედრებს, სადაც ესე მიმართავდნენ ხოლმე მასწავლებლები ministrებს, რომ შვილო, ეხლა შეგასაც ყვები, ეგ უკვე გაგონილი გვაქვს აშჯერ. და ამიტომ ეხლა კარგი, გავიგეთ, ხო? ვითომ ამას ვაკეთებთ, ელოდებიან იმ დროს, როცა შეესრულება ეს ყველაფერი, ანუ ცდილობენ რომ გადაავადონ რაც შეიძლება დიდხანს თავისი მოქმედებები, ესე იყო, როცა მაგალითად გამოცდები შემოვიდა და უთხრეს მასწავლებლებს, რომ აი თუ არ ჩააბარებთ ამ გამოცდებს, მერე თქვენ ადგილზე გამოცხადება ვაკანსია, კი, როგორ არა თქვეს და 4 წლის მერე მართლაც შეიცვალა ეს სისტემა, უთხრეს, რომ აი კიდე 3 წელს მოგცემ და მერე 3 წელიც კიდე უყურეს, კი, როგორ არა და 3 წლის მერე უთხრეს, რომ არა, პრობლემა არ არის, თუ ვერ აბარებთ გამოცდას, მერე ტრენინგზე წახვალ. აი ეგ მინდოდა მეკითხა, ანუ იმ მასწავლებლებმა მე მახსოვს რაღაც პანიკა იყო ერთი პერიოდი ცოტა ხნის წინ, რომ აი ძალიან ბევრმა მასწავლებელმა გამოცდა ვერ ჩააბარა და ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი. და იყო პანიკა ქვეყანაში, რომ რატო ყავს ასეთი დაბალ კვალიფიცირებული მასწავლებლები და შემდეგ რა მოხდა, მე აღარ ვიცი. გამოცდები გააუქმეს, როგორც საუბრო, ხო, ანუ ძალიან მარტივი გამოსავალი. რა თქმა უნდა, პანიკა რო არის. პრობლემა ის კი არ იყო, რომ რატო იღებდნენ სულ შედეგებს. ანუ პრობლემა იყო ის, რომ პანიკა იყო. აი ესე უდგება პოლიტიკოსების დიდი ჯგუფი ამ ვითარებს, რომ ბავშვები კი არ არის თავარი. თავარი ის არის, რომ პანიკა არ იყოს და ხალხი იყოს ბედნიერი. თუ რაიმე დადებითი ან რაღაცა ნათელი წერტილი იყო, ვთქვათ იმ რეფორმაში გაუქმებასა და ვთქვათ რაღაც ნაწილი კითხვის პასუხის გაცემაში, რაც ახალმა მინისტრმა დაანონსა. ხო, ანუ კარგია, რომ ეს მოიშორეს. შიგანში გლაპარაკობენ იმაზე, რომ არ შეიძლება ერთ საზომით მიუდგეთ ყველა სკოლას და სკოლების თავისუფლება უნდა გავითვალისწინოთ და ეს კარგია. მაგალითად, აი ამ კრედიტების დაგროვების სქემაში ესეც არის გათვალისწინებული, რომ ერთი და იგივე რაღაც თხოვდით, თქვა თბილისის პირველ საჯარო სკოლას და თქვა რომელიღაც მაღალმთიანი სოფლის. ანუ რეგიონში უფრო პრობლემაა. ხო, მაგალითად, ეუნები მასწავლებლებს, რომ თქვენ უნდა შექმნათ ჯგუფი, რომელიც დაესწრება ხოლმე გაკვეთილებს და სკოლაში არის სულ 5 მასწავლებელი და ჯგუფი უნდა იყოს 6 კაციანი და არ გამოდის ესეთი რაღაცები, ხო? ანუ ესეთი ვითარება არის. მაგალითად, მასწავლებელს რომელსაც აქვს 30 წლიანი სტაჟი, ეუბნები, რომ შენ ეხლა უნდა დაიწყო განვითარება. და ის მასწავლებელი იყურებს და ფიქრობს, რომ თქვენ თქო არ იცით, რომ მე 30 წლიანი სტაჟი მაქვს, იმიტომ რომ ეხლა ჩემთვის უკვე გვიან არის განვითარება. ეხლა ჩემთვის არის ეს კარიერის დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ და თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, მე როგორ უნდა მომცეთ კარგი პენსია იმისთვის, რომ მე მომინდეს პენსიაზე გასვლა. და დავუთმო ახალგაზრდებს ჩემი ადგილი. ან კონდეს რაღაცა, ან კონდეს გამოუვალი სიტუაცია. არა, აი ესეთ მექანიზმები უნდა რომლებიც ჩაანაცვლებენ, ანუ და რაღაც ჩიხურის ახალგაზრდები მოვლენ. დაინახავენ თუ არა, ორი რაღაც უნდა დაინახონ, ან სამი. ახალგაზრდებმა. სამი უბითხარი. პირველი უნდა დაინახონ, რომ არის ადგილი, სადაც დასაქმდებიან. მეორე უნდა დაინახონ, რომ ამ ადგილზე მუშაობა არის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, თქვენ სადმე გაიგიათ მოწოდება, რომ აი წადი სკოლაში, შენ ჭირდები თქვა სამშობლოს. აი ესე ხო? არა და ასეა რეალურად. მართლა ეგრეა, ხო? ანუ შენ თუ გინდა რომ რაღაცა გააკეთო სამშობლოსთვის, შეგიძლია. მაგალითად, ხო არის რეკლამა წადი ჯარში. მაგრამ წადი სკოლაში ესეთი მოწოდება არ არის. იმიტომ რომ ეს ყველა მიცის რომ უაზრობა ეს რომ მოუწოდე ადამიანს და მართლა რომ მოვიდეს ბევრი ხალხი და თქვა მე მინდა მართლა მასწავლებელი გავხდე ადგილი არ ექნება. და მესამე არის მაყოფილებ ფინანსურად რა. და მესამე არის აი ზუსტად ეგ. ანუ უნდა კონდეს შესაძლებლობა ადამიანს იცხოვროს იმ ხელფასით, რომელსაც მიიღებს სკოლაში და იცხოვროს ღირსეულად და იცხოვროს ისე რომ
ის დრო რომელიც უნდა დაუთმოს თავის მოსწავლეებს არ დაუთმოს სხვის შვილებს და სხვის მოსწავლეებს რომელიც უფრო მეც უხდის ხო ანუ ვინც მეც უხდის იმას უთმოს მეტ დროს არის ფიქრობს რომ ის ფულის ადვიშოო რა ანუ ჩემ დროს მახსოვს აბსოლუტურად ენთუზიაზმზე მუშაობდნენ მასწავლებლები ნუ რაღაც ისეთი მიზერული თანხები იყო ხელფასი რომ აი არც მე მქონდა 1 ლარი ხელფასი მუშაობარა და ხო რაღაც 14 ლარი 9 ლარიანი დახმარება მქონდა მერისგან და 1 ლარიანი ხელფასი საოცრება იყო ჩემ დროს მე მახსოვს რომ საერთოდ ხელფასს არც იღებდნენ რაღაც თვეობით 90-იანი მეც ვიგნები ანუ 10 ლარი გამოდიოდა ხელფასი რომელსაც ვიღებდი 4 თვეში ერთხელ და ეს 4 თვის მერე გაუფასურებული იყო ის ფული და გამოდიოდა 2 სნიკერს და ასევე მინდა რომ ჩემი აზრით დავაფიქსირო ხანში შესული მასწავლებლების თემაზე რა თქმა უნდა მათ აქვთ დიდი გამოცდილება რა თქმა უნდა მათ აქვთ დიდი სტაჟი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ხანდახან მათი მეთოდები ჩემ მაგალითს ვიხსენებ რა როგორ მახსოვს მე ახალგაზრდა მასწავლებლები მყავდა ბევრი მაგრამ მყავდა ასაკოვანებიც და ძალიან ხშირად მათი მიდგომა ბავშვებისათვის მეთოდები იყო იმდენად მოძველებული აი ცოტა საბჭოთა კავშირის პერიოდიდან რაღაც ესე ჩარჩოებში რომ ჩვენ სულ იმ ახალგაზრდა მასწავლებლებისგან ვილტოდით და მათი გაკვეთილები უფრო გვიხაროდა და მართლაც თუ იქნება შესაძლებლობა რომ ეს ადამიანები ღირსეულად წავიდნენ სახლში და ღირსეული პენსია მიიღონ და ახალგაზრდებმა ჩაანაცვლონ მე ამას ძალიან მივესალმები და რატომ დამწინი არა მხოლოდ სახლში შეიძლება გაშვება არამედ სხვა ფუნქციებიც სკოლაში თუნდაც კი ბატონო ანუ უამრავი ბავშვია რომელსაც ჭირდება გაკვეთილების შემდეგ რეპეტიტორი ყურადღება იმიტომ რომ მშობლების დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ წასული მუშაობს მათ ჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა და ასე შემდეგ და ძალიან კარგი იქნება ესეთ ადამიანებს ვისაც გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის და ბავშვებთან ურთიერთობა იცის მათ მიიწევთ რაღაც ეს ფუნქციებიც ხო? ხო და ჩვენ იმასაც საუბრობდით აი თქვენ რომ გადაცემა ახსენეთ მაშინ რამდენად აქვს საერთოდ ამ ადამიანების გადამზადებას კიდევ დამატებით ტრენინგებს იმიტომ რომ როცა ადამიანი 40 წელია სკოლაში მუშაობს ხო იმას რომ შეაცვლებინო ეს მიდგომა და დამოკიდებულება ზოგადად ამ საკითხისადმი მე მგონია რომ სრულიად შეუძლებელია. ვინც ანუ ცნობილია რომ ვინც კარიერის დასრულებაზე ფიქრობს მისი мотиваცია არის ის რომ დაასრულოს ეს კარიერა და არა ის რომ გავითარებაზე ფიქრობს მე როდისღაც კიდევ უკეთესად როგორ იმუშაოს და ამ ადამიანებისთვის არის სპეციალური სხვა პროგრამები ხოლმე მაგალითად როგორ უნდა გადასცეს რაღაც თავის გამოცდილებას ხვებს რომ არ დაიკარგოს იმიტომ რომ ახალგაზრდების პრობლემა ის არის რომ რაღაც ცოტნა აკლიათ გამოცდილება აკლიათ რაღაც ვითარებებს არ იცნობენ პანიკაში ვარდებიან როცა რაღაც ახალ თემას იწყებენ მაგალითად მართლა გონიათ რომ მინისტრი რაღაცას განახორციელებს როცა ის ამბობს ეს გამოცდილება მასწავლებლებმა იციან რომ პანიკა არ უნდა დაიწყოს ესეთ ვითარებაში რომ უნდა დაელოდო მე ნახო 1 წელი მე არჩევნებს უნდა დაელოდო ნახო იქ რა მოხდება არჩევნების დროს და ასე შემდეგ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის იუმორისთვის რაც შემოიტანეთ ჩვენ სტუდიაში მიუხედავად იმისა რომ თემა მნიშვნელოვანია ჩვენ დროებით გავდივართ რეკლამაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით